მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სახელმწიფო ბრალდების შუამდგომლობა სრულად გაიზიარა. კრისტალ ჯგუფის დამფუძნებელი ვლადიმერ სტეფანიანი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში გაუშვეს. სასამართლოს ხდომაზე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ბრალდებით დაკავებულმა მილიონერმა ბიზნესმენმა დაადასტურა, რომ დაბა ბაკურიანში სასტუმროს ტიპის საცხოვრებელ კორპუსებს შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით აშენებდა. მიზანი მეტი შემოსავლის მიღება იყო. კრისტალ ჯგუფის მფლობელი ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო პირობების უხეში დარღვევით ხორციელდებოდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და ამის მიზანი იყო, რომ მიიღო მეტი შემოსავალი. გამოძიების ინტერესს წარმოადგენს ასევე მშენებლობის მონიტორინგის პროცესის განმახორციელებელი ორგანოების მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი გადაცდომის საკითხების შესწავლა, გამომდინარე იქიდან, რომ დასტურდება რამოდენიმე წლის განმავლობაში სისტემატურად სანებართვო პირობების დარღვევით ხორციელდებოდა, ესე ვთქვათ, უკანონო ლების მიღება და უკანონო მშენებლობა. შესაბამისად, ამ ფაქტის რევიზია მოგცემს შესაძლებლობას, რომ გამოიკვეთოს ნებისმიერი პირის მხრიდან სამართლებრივი გადაცდომის საკითხი. მასალებით დასტურდება, რომ დაკავებული მილიონერი ბიზნესმენი დაბა ბაკურიანში მშენებარე კორპუსებს დამატებით სართულებს თვითნებურად აშენებდა. ამას თავად ბრალდებულიც ადასტურებს. სავარაუდოდ იჩეხებოდა ტყის მასივიც. სტეფანიანს საბაგიროს მოწყობა სურდა. კრისტალ ჯგუფის მფლობელი ბაკურიანის განვითარების სააგენტომ ამის გამო არაერთხელ დააჯარიმა. სტეფანიანს პროცესზე არაფერი უთქვამს. ადვოკატი კი მის გათავისუფლებას 500,000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ ითხოვდა. ბრალდებულის უფლებადამცველისგან გაირკვა ისიც, რომ მიწა, სადაც სტეფანიანი სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებდა, მის საკუთრებაში იყო. სტეფანიანს მშენებლობის ნებართვაც ჰქონდა, თუმცა იმაზე მეტი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა, ვიდრე მას ამის უფლებას მიღებული ნებართვა აძლევდა. სტეფანიანს განმარტებული აქვს, რომ ჰქონდა გარკვეული მშენებლობის ნებართვა, რაც გულისხმობდა მიწისქვეშა 2 სართულს, მიწის ზედა 2 სართულს და სხვას და განმარტებული აქვს სტეფანიანს, რომ აღნიშნული პროექტის დარღვევით ჩაატარა მშენებლობები. სამიწარმოო საქმიანობას ეწეოდა და ეხლა საკვირველი მოგებაზე ორიენტირებული იყო ნებისმიერ შემთხვევაში. ბიზნესმენ ვლადიმერ სტეფანიანის დაკავებაში კორუფციის მკვლევრები ქართული ოცნების შინ და დაპირისპირების კვალს პოულობენ. სპეციალისტების თქმით, სტეფანიანი წლების განმავლობაში მართლ პარტიასთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული. მისი სასტუმროების გახსნაზე პრემიერის რანგში ირაკლი ღარიბაშვილიც დადიოდა. სტეფანიანი კი მართლ პარტიას მსხვილ თანხებსაც სწირავდა. მაგალითად, 2018 წლის არჩევნებზე სტეფანიანმა ოცნებას 60,000, 2021 წელს კი 9 მილიონი ლარი შესწირა. 5 კომპლექსია აშენებული და ტყეებია გაჩეხილი. ადამიან ეხლა ხელისუფლებაში მყოფი კონკრეტული ჯგუფის, ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის სურვილი ერთის მხრივ, რომ მოსახლეობას აჩვენონ, რომ ისინი არც შინაურს, არც გარეულს არ დაინდობენ და ვინ სახელმწიფოს ფულს მოკიდებს ხელს, ყველას აბსოლუტურად ყველას პასუხისგებაში მისცემენ. მეორე, რატომღაც უცხოეთიდან ფული რო აღარ შემოდის და არც არანაირი ინვესტიციები რო აღარ არის ქვეყანაში და საერთოდ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ეხლა დაიწყეს უბრალოდ ფულის ამოღება და გაკულაკება თავიანთი ჩინოვნიკების. ვლადიმერ სტეფანიანი თითქმის 2 მილიონი ლარის უკანონო შემოსავლისთვის დააპატიმრეს. კრისტალ ჯგუფის იგივე შეპესე ბაკურიანის ბიზნეს ჯგუფის 100%-იანი წილის მფლობელი წილებს კიდევ 6 მსხვილ ბიზნესში. სასტუმროებსა თუ სუპერმარკეტებში ფლობს. შეპესე ბუენოს-აირესში თითქმის 35%-იან წილს ფლობს. შეპესე საგაბაკურიანის ნახევარს. შეპესე კრისტალ ვილის 100%-იანი წილის მფლობელია. შეპესე ნიკორა ბაკურიანის 50%-იანი წილის მფლობელია.